სალომე ზურაბიშვილის გამოხმაურებით ის აკრიტიკებს კანონს, რომელიც მედიას შეეხება, რომელიც უკვე ძალაში შევიდა და რომელსაც უკვე იყენებს ქართული ოცნება სამართლებრივ პროცესში მისგან დამოუკიდებელი არხების წინააღმდეგ. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს პრაქტიკულად არის ცენზურა, რომლითაც ქართული ოცნება ცდილობს გააკონტროლოს ყველა სიტყვა და ტერმინი, რომელიც ისმის მისგან დამოუკიდებელ არხებზე და ყველა შეფასება, როგორადაც ფასდება ქართული ოცნება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ეს რეპრესიების ახალი ტალღაა, რომელიც ქართულ მოოცნებამ დაიწყო და ეს რეპრესიები მხოლოდ ხელისუფლების სისუსტეზე მიანიშნებს. ის რაც იწყება დღეს მედიას წინააღმდეგ, ანუ ის მცდელობა, რომ მედიაში გაკონტროლებული იყოს თქვენი ყოველივე სიტყვა და სიტყვების აკრძალვა დაიწყოს, ეს ხომ არის სუფთა ორველის წიგნიდან წამოსული რაღაცა წესები და ახალი მცდელობები, რომ კიდევ უფრო შეზღუდონ საზოგადოება. ამ დროს ეს საზოგადოება დგას, იბრძვის, პროტესტი გრძელდება. ამავე ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა წაიკითხა წერილიდან ფრაგმენტი, რომელიც მან შვედეთის პრემიერისგან მიიღო პირადად. ის ამბობს, რომ იმის გამო, რომ ქართული ოცნება ებრძვის სამოქალაქო საზოგადოებას, ებრძვის დამოუკიდებელ მედიას, ამის გამო შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან შეწყვიტოს ყველანაირი ფინანსური დახმარების პროექტი. შესაბამისად, ფინანსურ დახმარებას საქართველოს შვედეთის მხრიდან ვეღარ მიიღებს. სწორედ ქართული ოცნების პოლიტიკის გამო ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამ წერილში შვედეთის პრემიერი იმედს იტოვებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობის განახლება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ქართული ოცნება დაუბრუნდება ევროპულ გზას. მინდა რომ გაგაცნოთ შვედეთის პრემიერის წერილი, რომელიც მივიღე პერსონალურად, რომელიც გამოთქვავს ძალიან დიდ წუხილს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა არის დღეს საქართველოში დემოკრატიის კუთხით და ადამიანის უფლებების კუთხით, რომ რეალურად სამოქალაქო სივრცე არის ძალიან შეზღუდული და კიდევ უფრო იზღუდება და ეს რომ არ შეეფარდება არც ევროკავშირის ღირებულებებს და არც საქართველოს გზას ევროპისკენ. პასუხად შვედეთის მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა შვედეთის სააგენტოსი სიდასი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი დონორი იყო ამ ქვეყანაში, შეეწყვიტა ყველანაირი დახმარება საქართველოს ეგრეთ წოდებული მთავრობისთვის. თუმცა შვედეთი გამოხატავს მზადყოფნას, რომ დარჩეს მხარდამჭერი საქართველოს დემოკრატიული განვითარების და მისი ევროპული გზის, რომ დარჩეს როგორც დონორი ოღონდ სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ამ კუთხით ჩვენ ვაკვირდებითო დღევანდელო კანონმდებლობას, რომ გავიგოთ რა ფორმით უნდა გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ბუნებრივია ბევრი კითხვა არსებობს კანონთან დაკავშირებით ოცნებასთან და გამომდინარე იქიდან, რომ უკვე შეიტანა მისგან დამოუკიდებელი არხების წინააღმდეგ სარჩელი კომუნიკაციების კომისიაში ქართულმა ოცნებამ ტერმინების გამო, რომელიც მისთვის არის პრობლემური, მათ შორის ერთ-ერთი ტერმინი არის არალეგიტიმური, რაც როგორც ჩანს ქართულ ოცნებას აწუხებს, რის გამოც მათ გადაწყვიტეს, რომ სარჩელი შეეტანათ. ბუნებრივია ჩვენ დავსვით კითხვა, თუ კი ამ ტერმინს მათ შესახებ არ გამოვიყენებთ, ეს ცვლის თუ არა მათ პრობლემას ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ან რას ცვლის მათთვის. გარდა ამისა, კითხვები არსებობს, როგორ აღსრულდება კანონი, რომლითაც ყველა მედიას უკვე კანონის ძალით დაევალება ბალანსის დაცვა და როგორ აღსრულდება ის იმ პირობებში, როცა ქართული ოცნება კრიტიკულ არხებთან არ თანამშრომლობს, მათ გადაცემებში არ მონაწილეობს და შესაბამისად ეს რამდენად არის შესაძლებელი. გარდა ამისა, ასევე კითხვები არსებობს იმის შესახებ, ამ კანონის მოქმედებას გაუძლებენ თუ არა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული მედია საშუალებები. მოვისმინოთ, რას პასუხობენ დღეს ქართული ოცნების დეპუტატები ამ კითხვებზე, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ მომწურავი პასუხები დღეს ოცნებისგან ვერ მივიღეთ. მიგზავნება სიტყვა არალეგიტიმური, მაშინ სხვა რასაც უნდა აიგრძელოს სიტყვა რადიკალური ქვეყნის მტერი აგენტი და მსგავსი შეფასება.
როგორ კაცო ხო დავამტკიცეთ რომ აგენტები არიან შენ დამეთკიცე ფაქტი აბარა ფაქტია არა რადიკალ ნაწილი ემსახურება უცხო ქვეყნის ინტერესებს არხი როდესაც იტყვის ჟურნალისტი ოპოზიცია არის აგენტი ეს თაქტი და თქვენ ტელევიზია ეს ამან იდაოს იმა რა ქვია თვითონ პოლიტიკურმა პარტია აქაც კი თავი დაიწყო თუ კი ჩვენ სიტყვა არალეგიტიმურს აღარ გამოვიყენებთ რა შეიცვლება თქვენთვის ლეგიტიმაცია მოგენიჭებათ ხათია ნახეთ იმიტომ მეუბნებით რომ ბევრი იმედს ადინეთ არალეგიტიმური იმიტომ არ შეიძლება იმიტომ კი არ წერია კანონში რომ არ შეიძლება ეს არის უკვე შეფასება როდესაც თქვენ ადამიანს აფასებთ თქვენეული ვერსიით და საზოგადოებას არ აცდი იმას რომ თვითონ მოახდინოს შეფასება აი ეს არის სწორედ არასწორი და მიუღებელი როდესაც თქვენ ნახეთ რა შეიცვლება თქვენს კითხვა ერთი წუთი ჩვენ თვითონ რომ ეს ზოგადად ცივილიზებულ სამყაროში არსებობს ეს წესი რომ საზოგადოებას უფლება აქვს მიიღოს სწორი ინფორმაცია თქვენ ეხა იმყოფებით აქ პარლამენტში და არიღებთ ნებისმიერი მოქალაქისგან ინტერვიუს, ჩემგან იღებთ, იმიტომ რომ პარლამენტის წევრი ვარ. არალეგიტიმურს თუ აღარ გიწოდებთ, ამით ლეგიტიმაციას შეიძენთ ქართული ოცნების დეპუტატები? უბრალოდ თქვენ თავხატობას ცოტა საზღვარი ექნება. თქვენს მიერ მართულ მედიებზე რა მოხდება? ისინიც უნდა გააკონტროლოთ, მათაც გაუკონტროლებთ სიტყვებს? არალეგიტიმური არასწორი ტერმინია კი გეთანხმებით. და თუ აღარ გამოვიყენებთ, რა შეიცვლება თქვენთვის? იცით როგორ არის ნებისმიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამაში უნდა იყოს ეთიკურობის ნორმები დაცული. როდესაც ეს არის საავტორო გადაცემა, ან ვიღაცა ექსპერტი გამოდის, ან თუნდაც პოლიტიკოსი, ის უფრო თავისუფალია თავის გამონათქვამში და ისე უკაცრავად საინფორმაციო გამოშვება უნდა იცავდეს ობიექტურად. კონტროლირებადი არხები ანუ გაუძლებენ ამ ჯარიმებს. ქართული ოცნება სწორედ ასე კეთილი მიზნებით ფუთავს კანონს, რომელიც უკვე ძალაში შევიდა და საინტერესოა რამდენად გულწრფელია ოცნება მაშინ, როდესაც ჟურნალისტებზე თავდამსხმელები და ძალადობაში მონაწილე პირები ამ დრომდე არიან დაუსჯელები და შესაბამისად ამდენი თვის განმავლობაში ჩვენ არ ვიცით მათგან პასუხი და არც გამოძიების შედეგები არის სახეზე და შესაბამისად დღეს საინტერესოა რამდენად იმოქმედებს ეს კანონი მათ წინააღმდეგ თუ მათ მიმართ, რომლებიც იმ არხების მიმართ, რომლებიც არიან ქართულ ოცნებასთან აფილირებულები. ამ კანონს არა მხოლოდ მედია ორგანიზაციები, არამედ ასევე მედია ადვოკატირების კოალიცია და უფლებადამცველი ორგანიზაციები მიიჩნევენ სამართლებრივ რეპრესიებად. გარდა ამისა, არ არსებობს მედიაში ნდობა იმ კომისიის მიმართ, რომელიც განიხილავს ასეთ საქმეებს და რომელსაც უკვე აქვს არჩევლები ქართული ოცნების მხრიდან. კომუნიკაციების კომისიას ხელმძღვანელობს 2017 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია მეცხრე არხის ყოფილი დირექტორი კახა ბექაური და შესაბამისად კითხვები მისი საქმიანობის შესახებ მედიაში ასევე არსებობს. ნახოთ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი, თუმცა ფაქტია რომ ამ კანონის ამოქმედება ქართულმა ოცნებამ უპირველესად მისგან დამოუკიდებელი არხების წინააღმდეგ დაიწყო.